დეზინფორმაციასთან გამკლავების ინიციატივა გერმანიის მთავრობის მხრიდან მას შემდეგ გაჩნდა საჭირო, რაც აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა არჩევნებზე და ახლა კი სოციალურ ქსელში არაერთი წყარო და სტატია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს გერმანიის მთავრობას სურს, რომ შექმნას ეგრეთ წოდებული სიმართლის სამინისტროს და აკრძალოს სიცრუე და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ შეთანხმებიდან, სადაც წერია, რომ ცრუ ფაქტობრივი მტკიცების განზრახ გავრცელება სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ შედის, თუმცა შემდეგ გაირკვა ის, რომ კოალიციური შეთანხმებიდან აღებული ეს ციტატა სინამდვილეში სრულად შეესაბამება გერმანიის კანონმდებლობით დაცულ სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებს და სულაც არ წარმოადგენს ცენზურის რაიმე ახალი სახით შემოტანის მცდელობას და ამავდროულად ისინი, ვინც ამ კოალიციური ცვლილების და შეთანხმების სამუშაო ჯგუფში იმყოფებოდნენ, აცხადებენ იმას, რომ ეს ინიციატივა შეიმუშავეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იმისათვის, რომ გაძლიერებულიყო ეს ბრძოლა ევროპულ დონეზე და მათივე განცხადებით ევროპული გეგმით სიტყვის თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობასაც და შესაბამისად მას აქვს ასე ერთგვარი საზღვრები და მათ ასევე კონკრეტული მაგალითი მოიყვანეს, როგორიც არის მაგალითად ანტისემიტიზმი და ჰოლოკოსტის უარყოფა, რომელიც საკმაოდ ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში და მათი თქმით ეს და კიდევ სხვები არის ის შემთხვევები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების ფარგლებს ცდება და დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია და ამავდროულად მათივე თქმით შეთანხმებაში შეტანილი არის ეს ცვლილებები და ყველაფერი მიზნად ისახავს არა ცენზურის დაწესებას, არამედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და ამავდროულად ასევე გავრცელდა როგორც უკვე აღნიშნე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გერმანიის მთავრობა ცდილობს სიმართლის სამინისტროს ჩამოყალიბება, სადაც განსაზღვრული იქნება რა არის ტყუილი და რა სიმართლე, თუმცა ესეც არ შეესაბამება სიმართლეს და სინამდვილეში შეთანხმება უბრალოდ ითვალისწინებს მოქმედი და დამოუკიდებელი მარეგულირებლების გაძლიერებას და ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოში და სიტყვის თავისუფლების დაცვის პრინციპებით მოხდება, რა თქმა უნდა, და ამავდროულად კოალიციური შეთანხმების ტექსტში ასევე ნათქვამი არის ისიც, რომ სისტემურად გამოყენებული манипуляციური გავრცელების ტექნიკები, როგორიცაა ბოტების და ყალბი ანგარიშების მასობრივი და კოორდინირებული გამოყენება უნდა აიკრძალოს და ასევე ნათქვამი იყო ისიც, რომ გერმანიის მთავრობა დიდი ალბათობით დაემორჩილება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს და სწორედ აი ასე იმოქმედებენ და იმოქმედებენ სოციალურ ქსელში აღმოფხვრიან დეზინფორმაციას. ციფრული სერვისების აქტის მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ სოციალური ქსელების საკმაოდ დიდი პლატფორმები დაემორჩილონ მათ კანონმდებლობას და შემდეგ მათ გაუზიარონ საკუთარი ალგორითმი და ის თუ რა სახის დეზინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში.